კადრები 7 დეკემბერსაა გადაღებული და ჩანს დარბევის შემდეგ დაწყებული დაკავებები. ვიდეო გადაღება მეცნიერებათა აკადემიასთან ხდება, სადაც კარგად ჩანს ვერის მხრიდან მომავალი ავტომობილი, საიდანაც ვისეთ ეგეთერი და მისი მეგობრები გადმოდიან. ნათელია, რომ ავტომობილი არა აქციის, არამედ საპირისპირო მხრიდან მოდიოდა და საპოლიციო ღონისძიების გამო გაჩერდა. მალევე სპეცრაზმი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ვისეთ ეგეთერს აკავებს. პოლიციამ ეგეთერის წინააღმდეგ ადმინისტრაციული დავა დაიწყო, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლომდე ვერ დაიცვა პოზიცია, რომ თითქოს უცხო ქვეყნის მოქალაქე საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა. პირიქით, ვიდეო მასალა აკარწყლებდა ყველა იმ გარემოებას, რასაც გომელაურის უწყების წარმომადგენლები აღწერდნენ. ჩვენებებიც იყო აცდენილი, ვინაიდან პოლიციელები ამბობდნენ, რომ ეს ადამიანი თითქოს და ქართულად იგინებოდა. შემდგომ რომ მიხვდნენ, რომ ქართული საერთოდ არ იცის, ინგლისურად ახსენეს, ინგლისურად იგინებოდა. როდესაც ვკითხეთ ინგლისურად რას იგინებოდა, რუსული სიტყვა მოიყვანა, მაგალითისთვის, აი პუტინ ხუილო, ამას იგინებოდა და ეს არ არის ინგლისური გინება. სასამართლოში ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე პროცესები დააჩქარა, მიგრაციის სამსახურმა და დაკავებულს ხელახალი გასაუბრება ჩაუნიშნა. მიზეზიც და ამოცანაც მარტივია, ასე დაატოვებინეს ეგეთერს საქართველო. 2 დღის განმავლობაში 48 საათი იმყოფებოდა იზოლატორში. როგორც კი იზოლატორიდან გამოვიდა, მას გარეთ დახვდა მიგრაციის პოლიცია, მიგრაციის დეპარტამენტი. დახვდნენ გარეთ და ხელი მოაწერიდნენ ოქმს. ანუ ეს ოქმი იყო გასაუბრებაზე, ასე ვთქვათ, გასაუბრებაზე დაბარების ოქმი, რომელსაც იბარებდა მიგრაციის დეპარტამენტი გასაუბრებაზე. გავყევით, რა თქმა უნდა, შევყევით მიგრაციის დეპარტამენტშიც გასაუბრებაზე. მივიტანეთ ყველა ის დოკუმენტი, რაც აძლევდა ვიცეთ ეგეთერს კანონიერ საფუძველს საქართველოში ცხოვრებისა. საქართველოდან წასვლა აიძულეს ნიკ ლოლაძეს, რომლის ოჯახიც წლებია ამერიკაში ცხოვრობს. მიზეზი სამშობლოში დაბრუნებული ლოლაძის საპროტესტო აქციაზე ყოფნა გახდა. მიგრაციის სამსახურმა კი ის ფაქტი, რომ ქვეყნის პროდასალურ კურსზე დაბრუნების გულშემატკივრად შტატების მოქალაქეობა ჰქონდა, სათავისოდ გამოიყენა. გამარჯობა საქართველო. მე მქვია ნიკ ლოლაძე. 1 დეკემბერს დამაკავეს პროტესტის კიდევ 107 სხვა მონაწილესთან ერთად. იმ მოტივით, რომ ვიმყოფებოდი არასწორ დროს არასწორ ადგილას. მიუხედავად იმისა, რომ ვთქვი, ვიყავი ამერიკის მოქალაქე, მცემეს, მოსამართლემ კი დამაკისრა $100 ოდენობით ჯარიმა. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრამდე აღმოჩნდით მტრულ გარემოში. სპეცრაზმელები აბუჩად მიგდებდნენ და ყოველგვარი ოფიციალური დოკუმენტების წარდგენის გარეშე მიბრძანეს დამეტოვებინა ქვეყანა 5 დღის განმავლობაში. მე გავასაჩივრე ეს მოთხოვნა პროფესიონალ ადვოკატებთან ერთად და დაახლოებით $5,000 დავხარჯე იურიდიული მომსახურებისთვის. თუმცა ნათელი იყო, რომ ჩემი აპელაცია არ დაკმაყოფილდებოდა. ამის მიზეზი ძალოვანი სამსახურების მიერ მოკერებული იარლიყია. თითქოს მე რაიმე პრობლემას უქმნიდი საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას და სუვერენიტეტს. ამას გარდა მუდმივად ვიღებდი სატელეფონო ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს, სადაც მე მუქრებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ქვეყანა დამეტოვებინა. ვიცოდი, თუ კი საქართველოში ყოფნის პერიოდში ამ ყველაფერზე მედიასთან ვისაუბრებდი, აუცილებლად დამიჭერდნენ და კვლავ ციხეში აღმოჩნდებოდი. 28 დეკემბერს, როცა ამერიკაში გამგზავრება გადავწყვიტე, დამაკავეს საპასპორტო კონტროლზე. სავარაუდოდ იმ მიზნით, რომ უფრო მეტად შემეშინდებოდა და ქვეყანაში დაბრუნებაზე არასდროს მეფიქრა. ქვეყნიდან გაძევების ან დატოვების მიზეზები კარგად დავსაბუთებული არ არის. ნაწილს ეუბნებიან, რომ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, ნაწილს კი უსაფრთხოების ნორმების ზოგად განმარტებას აძლევენ. ბარიერები იქმნება გასაჩივრების დროს და არც იმის შემოწმება ხდება, რამდენად უსაფრთხოა იმ ადამიანების უკან დაბრუნება, რომლებიც უსაფრთხო გარემოს საქართველოში ეძებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ასეთი განცალკევებული ინფორმაციის გამოქვეყნება აჩენს ვარაუდებს იმასთან დაკავშირებით, რომ ცდილობს ამ ადამიანების დისკრედიტაციას, რომ თითქოს რაღაცით გაამართლოს ამ ადამიანების ქვეყნიდან გაძევება და ისინი წარმოაჩინოს როგორც კანონდამრღვევები. მიგრაციის დეპარტამენტმა ნოემბერ-დეკემბერში სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე გააძევა. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ ქვეყნის დატოვება აიძულეს მათ, ვინც თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ და სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები. ჯამში 25 პირს. მოქმედი კანონმდებლობით კი უცხო ქვეყნის მოქალაქის გაძევების მიზეზი ადმინისტრაციული სახდელი ან აქციებში მონაწილეობა არ შეიძლება გახდეს. ქონდა თუ არა ამ 25 პირს სხვა სამართალდარღვევა, დეპარტამენტში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოტივით არ პასუხობენ.
ჟურნალისტებს კი ეს უჩენს განცდას, რომ ოცნებას ამ გზით სურს ადამიანების დაშინება, მათ შორის ემიგრანტების, რომ არ შეუერთდნენ აქციებს. ამავდროულად რეჟიმი ცდილობს წარმოებული პროპაგანდის გამტკიცებას, რომ თითქოს აქციები უცხოეთიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ორგანიზებითა და უშუალო მონაწილეობით იმართება. ქართული ოცნება ცდილობს, რომ ეს ადამიანები გაანეიტრალოს მათ შორის ქვეყნიდან გაძევებით და ამას შეიძლება ქონდეს ერთგვარი დამაშინებელი ეფექტიც პოტენციურად სხვა ადამიანებისთვისაც, რომ თუ ისინი სამომავლოდ მიიღებენ მშვიდობიან მანიფესტაციებში მონაწილეობას, ისინი შეიძლება მსგავს მოპყრობას დაექვემდებარონ. ანუ ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ერთიანი სტრატეგიის გაგრძელება. ძალოვანების ტიტუშკების რეპრესიული კანონების ამოქმედების შემდეგ, როგორც ჩანს, ქართული ოცნება მიგრაციის სამსახურის გამოყენებითაც ცდილობს აქციების დისკრედიტაციას და მომიტინგეთა რაოდენობის შემცირებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო გაძევების პოლიტიკის გაგრძელებას ოფიციალურ განცხადებაშიც აანონსებს.